რას უყურე? ო, რაღაცა სერიოზული ფილმია და ჩამithრია. მართლა? ო, რაზეა? კარატეზე. ხო, კარატეზეა, ვიღაცა კუნთებიან ბიჭს მოუკლავენ მასწავლებელს და ისმედი შურის საძიებლად, გაიგე? კარატე, ხო? კარატე. ვა, რა ჩემი მობილურით რეკავ? ხო. რა ის გეკითხა მაინც რო აიღე, ხა? მინდოდა მეკითხა უბრალოდ იქ შოკოლადს ჭამდი და. ხო, რაღაცა გაუფუჭდა ეთყობა მან ხმა არის მის კარგად და. ხო, მართალია. შენ რა იცი და რეკა მანამდე უკვე? არა, რა დავრეკე, დავარდა და რო ავიღე მე. ჩაის დალევ? არა, პატარა ჩაის, რა ჩაის, პატარა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან რა. რაღაც აი, ხო რა, მაგრად რა. აი, ჩვენი ამოვიტანეთ ახლა, თუ გინდა დალია რა. კარგი, აბა რას მეუბნები ახლა? ჩვენ ხო, ერთ სახში ვცხოვრობთ, ბოლო-ბოლო ახლობლები ვარ და რა გვინდა ახლა ეგეთი რაღაცეები, რა? კარგი პატარა, ხო, რა ვიცი. ხო, აბა რა ძინები? იცი რა მინდა ხო, აი, გავიცანი პატრულის ვნახე. და ისე მინდოდა გაცნობა, რომ ვერაფერი ვერ მოახერხე რა. ძალიან მომეწონა. ვა, რა გიყვარს მორგილები? ხო, რა ვიცი, აბა. არა, აი, ვერ გავიცანი რა, აი, ვერაფრით ვერ გავიცანი. თან ჩვენობაში მუშაობს. მე ადექი და დაპატიჟი. სად დაპატიჟებ? რა ვიცი, საბე ჩვენს კვადრატში. სადე, მაგრამ არ მოდის რა. ხო. გასამოლი გენაცვალე მაგათ ისეთი ჟუშის შენობები აუშენეს? აგენაოლება იხუმრე. კარგი, რატი ხო რა მოგივიდა? კარგი, რა მოგივიდა? ხო, დაურეკო და ამოვა. რო დაურეკო, პატრულ გოგონას რაღაცა ხო უნდა მოხდეს, არა ისე ტყუილად ხო არ დაურეკავა რა? ხო. ეგეც ვიფიქრე, ხო. ეგეც ვიფიქრე, ესე იგი რაღაცა უნდა დააშაოს, რომ ამოვიდეს, ოღონდ მე კი არ უნდა დავაშაო, ვიღაცამ რა. ხო, ვიღაცამ რა, მაგალითად შენ. კარგი რატი ხარ, კარგი რა. დღეს? არა, რა დღეს? ხვალ. კარგი რა რატი რა. კარგი რა პატარა, შემისრულე რა და თუ გინდა წვენს ამოვიტან. ხუცა, წეგანა თუ წვენი ამოვიტანეო? ხო, მაგრამ თვითონ შემისრულეთ, მაგლა ამოგიტან წვენს. რა იყო პატარა, ბოლო-ბოლო. რა მოგივიდა რა, ბოლო-ბოლო ამ სახში ერთად ავწოვოთ, არ უნდა დავიხმაროთ ერთმანეთს? კარგი, ხო, კარგი, თანახმა ვარ, კარგი. ურა ჯიგარი ხარ რა. დილისთვის ამე მოვიფიქროთ. კი, მე ხარ გავა, დავიძინებ, ძალებს მოვიკრებ. კარგი, მიდი, მე ფილმის ყურებას დავამთავრებ, კარგი. თეკლა როგორ მეწოდები რა, სხვისი სიყვარულისთვის რეებს ვაკეთებ და საკუთარისთვის რეებს გავაკეთებდი რა. გემრიელი იყო ძალიან. მიდი ჭამი. რა ქვია? არ ვიცი რაღაცა სისულელეა თეკლა. რაღაც კარატის ბიჭზეა. მასწავლებელს მოუკლავენ, მე მიდის შურის საძიებლად. რა ვიცი და ნეტარ გამაგებინა ვინ უყურებს ამ. შენ უყურებ. ლაშა. ხვალსაღამოს ჩვენი ნიძლავის ბოლო დღეა. ხვალსაღამოზე სამსახურს თუ ვერ იშოვი, ერთი თვის განმავლობაში სახლის საქმეებს შენ გააკეთებ. ვიცი, მახსოვს. მაგრამ არც იოცნება მოგებაზე. ნახოთ. ნიკა, შენ ძილის დროა.
ლაშაბიძე მოუყეს ზღაპრები და დავიძინებ. არ ვიცი მე ზღაპრები. როგორ არიცი ვაშა? მოუყევი როგორ იშოვის ბუთქუჩუნა ბიჭი ერთ დღეში სამსახურს. მართლა რომ ვერ მიშოვ სამსახური მე რა უნდა ვქნა? უნდა დავაზღვიო. თეკლა. გინდა დაგენიძლავები რომ სამსახურს ვერ მიშოვე. ვაშა, გინდა მე დაგენიძლავები რომ არ დაგენიძლავები რომ სამსახურს ვერ იშოვე. თეკლა. გინდა მე დაგენიძლავები რომ არ დაგენიძლავები რომ მე დაგენიძლავები რომ მე დაგენ კარგი ხო? კარგი, წავედი მე ავედი. წავედი. ბიზია, სანამ სამსახურში იშოვი, რამე სოფლიო რეკორდი რო დაამყარო რამეში. რაში? მაგალითად, კოტრიალში. უყურეთი ამას შენ, კოტრიალში კი არა. ნიკა, ტბილები გაიხეხე და დაწექი მიდი. გამარჯობა პალაცა. გამარჯობა ბატონო პროფესორო, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, ხო როგორ გძებნით? არა მიშავს. ბოდიში რა, რაც ეს დღეები ვერ მოახერხე შენთან შემოვლა შაფის მისაღებად და იმედია უყურადღებობაში არ ჩავა. არა. შემოვილი აუცილებელი. კი ბატონო, პრობლემა არ არის. ისა ბატონო პროფესორო, რა უნდა გითხრათ? მობილური უთო მაგნიტოფონი და კიდე რაღაცები გამიფუჭდა და რო შეაკეთოთ, შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? შეარემონტეთ რა. სიამოვნებით, მაგრამ ეხლა გასაქცევად წყალი მაქვს დადგმული სოსისებს ხარშავ და არ მინდა გამისხდეს, ხო იცი არ მიყვარს გამსხლარი სოსისები. პარო შემოვიარო და ბატონო ხვალ იყოს. ჩემთან წავიღებ და გავაკეთე. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ოღონდ ცოტა იჩხარით ბატონო პროფესორო, თორე ცოტა დრო გაქვთ თქვენს და ამასაც არ კონტებიან ბიჭს. ეს ყდება ბოლოს, ხო იცი? კარგი, ბატონო პროფესორო, კარგი. მე გავაღებ ლაშა. შენ დღეს დაისვენე ხვალიდან იმდენი საქმის გაკეთება მოგიწევს სახში, რომ დღეს დაისვენე. გამარჯობა. გამარჯობა. აი კაკლის მურაბა მოგიტანით. მადლობა. ეს ალბათ რაიონიდან არის. არა, გასტროლებზე ვიყავით გორში. და სპექტაკლის შემდეგ ერთმა თაყვანისმცემელმა ქალბატონმა მომართა სცენაზე. ნიკა, ასე მალე გაიხეხე კბილები. ყველა კბილი უნდა გამომიშვი. აბა როგორ ახართ? ხო. კარგად ბატონო ფრიდონ. აი ლაშა მოწყენილი სამსახურს ვერ შეულობს. ხას მეუბნები რა. იცი ლაშა, და ჩვენ გვაქვს თეატრში ერთი ძალიან კარგი ვარიანტი. ხარ დაინტერესებული? რა თქმა უნდა ბატონო ფრიდონ, მოკლედ, დეკორატორი გჭირდება. ანუ დეკორაციები უნდა გავაკეთო? არა, დეკორაციები არის. შენ უნდა გაიტანო, გამოიტანო. არა, მე ისა ნიკას წავიყვან ზღაპრებს მოუყვები, ისე კი ვერ იგზინა. აი, ბატონო ფრიდონ, არ გჭირდებათ ერთი კარგი მეზღაპრე თეატრში, რა? მეზღაპრეზე გამახსენდა მაგარი. გავაკ ჩვენ. ვანში ვართ გასტროლებზე. თამაშობთ ჯოკერს. კერძელად პიესაა. არა, გასო ჯოკერს თამაშობ, ბანკოს თამაშობთ. ჩიტი ხავს სახში? არა. უსტვენს რაღაცა და ჰუიმე, ჩემი ჩაიდანი. დამირეკავ მაგას რა ჯობია. არასოდეს თუ არ დარეკავ კიდევ უფრო კარგი. მე კი არ გიშლინერებს, შენ მიშლინერებს. კაცია გამარჯობა. რაღაც უთხასიათი ხარ გეტყობა, ჰა? ხო. მე კიდე კარხასიეზე ვარ, მალე დამიჭერენ. აგის, მოკლედ რა ხდება ახლა? ერთ შენ მეგობას მოეწონა გოგო, პატრული გოგო.
ხოდა ვერა და ვერ შეხვდა ვერ გაიცნო ეს გოგო და თხოვა დამეხმარეო რამეში და მე ვთქვი დაგეხმარებოდი და მოიფიქრე ესეთი რაღაცა. ეხლა მე გადავწყვიტე რომ ამდე წვრილმანი ხულიგნობა ჩავიდინო, ხო ხტები? წვრილმანი ხულიგნობა რა. რომ მე ეს გოგო ამოვიდეს ჩემთან სახლში, იქ ერთმანეთი ნახონ და დაელაპარაკებენ და რაღაცა გაიცნობენ ერთმანეთს, ხტები და მოა ჩავიდო და წვრილმანი ხულიგნობა მოკლე და შენ ვიცხარ ეხლა ვინმე ხო არ გაწუხებს რომ კი, აი იმ ბიჭმა უხეშად დამიძახა სადახარ აქამდე რატო არ მოხვედიო? წარმოგიდგენია? სადღაც ყოფილიყავი პარ. ამან. ხო. თათია რა არიცი ეხლა მე მაგასთან რომ მივიდე ეგ უნდა შემომაკვდეს და მღუპაო ეხლა. ამოგივიდე, კარგი სხვა რამეს მოვიფიქრეთ ხო? კარგი, ჩემთან შევკვეთავ რამეს? კი, ქვა გააქვს? რა ქვა? რიყის ქვა. რამე მოძილი რიყის ქვა, დაახლოებით დიამეტრი 5-16 სანტიმეტრი დაახლოებით აგრე, აბა მოძებნე, აბა რამე ნახე. არა, არა უშავს, კარგი რამეს მოვიფიქრე, კარგი. კარგი არა უშავს. რა გინდა? დაიწყო ეხლა. რა? თათია მომისმინე ერთი წუთი, მე გავალ ეხლა. ხო. თათია მომისმინე, გავალ ეხლა თქვენს გვერდით რო გასაქირავებელი პარტია. მომისმინე ერთი წუთი, იმის ვიტრინა შავამსხვრევ ეხლა მე გაიგე და რო შემოვალ ყავა დამოხვედრე. ხო, ხო არ დაგავიწყებ. კარგი, მიდი წავედი. ის რო ლაპარაკები? ერთი ბიჭია. რას უზა? ისე კი დაუმტრევ ცხვრბის. ოხ თათია, ერთი წვრილმანი ხულიგნობის ჩასადენად არ მივდიოდე რა. არ დავყო. რას ნიშნავს მაშინ კვარში გადავხტები? არ გადახტე თქო. რატო და ხო ხედა ვიცი ცურვა და მაინც გამოდიხარ ნაპირზე. ხუილად უნდა დასროლდე და გაცივდე. რა? არცალია ეხლა, 10 წუთში დამერეკე და მერე მეჩხუბე. საწავიდე, წვენიო მითხრა და რო არ არის ვის მიუტანო ეხლა ეს წვენიო. ვაცავ, თქვენ შეუკვეთავთ თუ ელოდებით ფილმეს? 20 წუთის წინ შევუკვეთეთ ჩვენ უკვე. მე არ უნდა მითხრათ თუ შეუკვეთეთ. მოკლედ თათია ვიტრინა ჩავამსხვრე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ხო? ხო და ეხლა მომისმე ის გოგო თუ მოვიდა ნანაქვია იმ პატულის თანაშრომელს და მე სახში ავალ ხო? საიწერე თუ გინდა მე სახში ავალ და ჩემთან ამოვიდეს სახში ხო ხდები? სახში ნანა ხო თუ რაღაცა თუ გამარჯობა თქვენს გვერდით ვიტრინა ჩამსხვრეს ვიტრინას აქ შემოვიდა ხო არიცით რომელია? ხო მაგრამ ნანა რომელი ხართ? აჰა ესე იგი ელენეს ოთახი გამოვგავე რა დამჭა თეკლას ოთახი ეს ორი ოთახი ჭურჭელი სადილი აბაზანა ავიღალე აღარ შემიძლია ნიკა გიხვეწები ადექი მომეხმარე რომ მივალაგო რა სახლი და ამცალი ლაშაბიძე მეცადინეო უი მართლა ლაშაბიძეას რო გეძახი ხო არ გწის ლაშადეი და ლაშადეი და იქნება რომ მოგწევ ამას ერთ ადგილას უყურეთ ამაში რას მეცადინეო ტელევიზორს ახლა მიშტერებული მე კი არა ტელევიზორია ჩემზე მოშტერებული რა ყოჩაღი ბავშვიაო რა კარგად მეცადინეობსო აწიე ფეხები გამოვგავო აწიე ფეხები გამო აბა რას უყურებ ამისთანაც რო არ გესმის აწიე ფეხები გამოვგავო კონკიას უყურებ კონკიას უყურებ თუ კონკიას მეცადინებ რა ეს ტვერი კიდე საიდან გროვდება ამდენი ტვერი გაგიგია რა ისე მეტის ღირსი არა რა კომენი ძლავე თეკლას კი არა და ელენეს ოხ ლაშატორონჯაზე რა დღეში ხარ ლაშატორონჯაზე ჰა ინერმილო ფიზიაში მოვადრო და დაგიფასდება ექშრომა მოვა ერთი დიდარი ქალბატონი ფეხზე ფეხსაცმელს მოგარგებს მე შეგიყვარდებათ ერთმანეთი და იცხოვრებთ თკბილად და ბედნიერად იმის ხარჯზე აი
მაგალითიც გაქვს. ეხლა შენ მაგ ლაპარაკს გიჩვენე ადგე და ის ბალიშები გაასწორო. არ შემიძლია ელენთან მტკივა. რა მტკივა? ელენთან. სად არის აბა ელენთან სად მტკივა მანახე? აქ. მანდ არ არის ელენთან როგორ მტკივა? ხედავ შავიძია? ისე მტკივა რომ აქაც მტკივა. გეუბნები შენ მაიმუნობას მე გირჩევნია გაასწორო ეგ ბალიშები. უყურე ამას. გაასწორო გოგო კი არა ვარ. მე რო ისა რა ისა? იყავი მე გავა. მოგდაი ბადროხი შევწე. სალამ. ალო, როგორ ხარ? მე კარგი. მოგდაი შევწე. შევწე. ესა ნიკას ვასწავლი გოლფის თამაშს. ხო, აი გოლფი როგორ ხო ეს გოლფის თამაშს ვასწავლი ნიკას ხო. ესა ეს მეთქი ვისადილებ ხო და რო არ დავისვარო ხო. ხა ეს მედანიკა თამაშობს რომ ვითომ ვართ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელები მანჩესტერის ხო აი მანჩესტერის და ვითომ ეს მაგიდ არის მოედანი სტადიონი და აქ განლაგებებს ესე იგი ასე ვთქვათ ხო აქ არის თავდაცვა ხო აქ არის ნახევარდაცვა აქ კიდე ეს თავდასხმა და უტევს რა დაასხეს ამისთანა რომ რა დაასხეს რომ აღარ უტევს კი ეს ბუდა რატომ გახართ ბატონო დაბძანდით მოგძანდით ისა ხო კი ბატონო აჰა მაშავიძია ფრიდონი ბიძიასთან საუბარს რომ მორჩები მე რაგბის კომბინაციები განვიხილოთ სამზარეულოს მაგიდან რა ყოჩაღი ბავშვი კი რა სხარტია კი სხარტი კონკრეტულად და ლაკონურად ჩამოაყალიბა თავისი აზრი. კი, ხო. ახლა აქ კი არ არის მოსატანი, მაგრამ უცებ გამახსენდა. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამათ კარგი. კი, ხო. რა მე ის გამახსენდა, კაცი კაცსა შემოვთხოვნოთ. შენ კაცი უკაცრებოდ. ხომ არ იცით ვინ ჩაამსხვრია ვიტრინა? არ ვიცი. იცოდეთ, დანაშაულის დაფარვა თანამონაწილეობაა და ისჯება კანონით. მართლა? ეს იყო, დედას გეფიცებით ეს იყო. მე დავიდა. დიდი მადლობა. გამარჯობა. არა. მოგზადი ვაჟბატონო მოგზადი. ოპერატიულობა გამიგია, მაგრამ ესეთი ოპერატიულობა არ შეიძლება ხალხო. გამოგივიდა თქვენ გავიგე. რა ხით? თქვენი საბუთები აგი ერთი წუთით. თქვენს კვადრატში ხო მუშაობს ის რა ქვია? ნანა და სად არის მეთქი ეგ ნანა? დღეს არ არის საბუთები. დღეს არ არის. ხო და მე რომ მოვა მე მოდით რა პრობლემაა მე აქ ვიქნები ხო? აბზანდე იზან. მგონი ფხიზელი არ უნდა იცეკრა. არა, ასლაპარაკოთ, არაფერი არ დამილებია საერთოდ, აბა საიდან მოიტანეთ. არ დაგილებია? აჰა. კი, მოკლედ რატომ ჩამსხვრეთ ვიტრინა? პატრული რომ მოსულიყო. არ გიცდია? ბატონო, 112-ზე დარეკვა არ გიცდია? ეკითხები და სერიოზულად მიპასუხე. თორე სერიოზული პრობლემები შეგექმნება. რატომ ჩამსხვრია ვიტრინა? სპეციალურად. შურის ძიების მიზნით ხომ არა? არა, სიყვარულისთვის. ნარგოლოგიაში უნდა წავიყვანოთ. ძალიან ხიარული ჩანს ხო? აბა რას ლაპარაკობ? ერთი ხელები გორკილები უნდა დაგადო. კი ბატონო, გასაგებია, დაბზანდით ერთი წუთი. სადგეჩქარებათ რა მოგივიდა სადგეჩქარებათ. დაბზანდით ერთი წუთი, დაგპატიჟებთ დასალებზე ლუდი, ვისკი, აგიხსნით. ხო, დავაწყებებ.
რას? ვიტრინას. ხო, დავაწყოთ. ლაშასთან ავარ. წებოს გამოვართვე. ბოლო ეიფელის კოშკი დააწება, მაგრამ ვიტრინას ვერ დააწება. ეიფელის კოშკი დააწება ლაშამ. კი. შემთხვევით პიზის კოშკი ხო არ წამოაყენა? არა, ეგ არა. გამოდი. გასაგებია, მაგრამ წამოვალ, მაგრამ რა ხდება, ვერ გავიგე. 20 ყუილატვის ვიხალ ხო? ხო და იმ ჯარიმასაც გადავიხდი. გადაიხდი დაახლოებით 4000 ლარს. 4000 ლარს? ხო, აბა მაშინ რა პრობლემაა, წამოვალ აბარასი. დამთი. ისა თათია, რა ქვია, ჩემს უთხარი, რო ის, რა ქვია, სადმე საღებავი შოვონ და კედელზე წააწერო, სადმე თავისუფლება პეტოს, გაიგე? თათია, ქვეყანას უთხარი რომ დამელოდოს. ნუ ცოტა ხნით მაინც დამელოდოს. კარგი რა მოიჩენეთ, წამოდით აბა ერთი რა გინდა კონკურსი. თქვენ გეგონათ მე ვალაგებდი? კი. რა მიგვირდა რა კაცის საქმეა სახლის დაალაგება მე. ხო, აბა მე არა ვალაგებ. ხო. არა. შენ ის ხო გახსოვს რა ქვია? სერგო ბუნაძე ხომ გახსოვს? სერგო ბუნაძე. სერგო არაჩვეულებრივი პიროვნება სერგო ბუნაძე. რა მკითხა ერთხელ ისი? არა, ბუნაძე კი არა, პაპავა. პაპავა, ხო, ბუნაძე პაპავა, მე პაპავა მეკითხება, პაპავა. ფრიდონო, მარტო ცხოვრობ, მარტო და სახსო როგორ ალაგე? რა უპასუხე ისი? არ დამთავრებულა ეგ? არ ვიცი. საიდან გეცოდინებ? ხო. მე უპასუხე. კაცი სახლს იმიტომ არ ალაგებს, რომ არც ურევს მეთქი არა. ხო, მაგრამ თუ თხარი, ხო მოგეწონა. გამაჟრჟოლა. ხოდა, რატომ ლაპარაკობ ახლა ამდენს? სარეცხის მათეთრებელი არა გაქვს, როლისთვის მჭირდება. რისთვის? როლისთვის მჭირდება, უცნაური როლი მაქვს რაღაც. სარეცხის მათეთრებელი როლისთვის. როლისთვის მჭირდება. როლისთვის. ფეგურთი. მოგართოთ ახლა. აი აქ არის სარეცხი მათეთრებელს როლისთვის აქ ვინახავთ ხოლმე. ხო, და დიდი მადლობა. უცნაური როლია. კი. გაგით ნახავთ კარგად ბრძანდებოდეთ. ოხანიკა. გეხვეწები ადექი მომეხმარე რა მივალაგო. ელერე მოვასწროთ ადექი, გეხვეწები ადექი. კარგი, მაშინ ვითამაშოთ და თუ მოვიგე არ მოგეხმარები. თუ წავაგე მოგეხმარები. კარგი, ვითამაშოთ. რა ვითამაშოთ? რატა ვინ უფრო დაბალია? მოვიგე, არ გეხმარებით. კარგი რა ნიკა რა, კარგი რა. არა რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა. მე სად შევიდე ახლა ამდენი დავაგებად და ის. მოვიფიქრე. ელენე რომ მოვა, ვეთქვი რომ ვითომ სამსახური ვიშოვე. კი, ეგრე ვეთქვი. იცი რაში ზავნიკა? ნოდას მე რო ასესხე იმპულს გამოვართვე. ნელ-ნელა გამოვართვე. ყოველ თვეში და ვითომ ხელფასი მაქვს 1500 ლარი. რას ვერ ჩემინება არ არის. კი, ეგ კარგად მოვიფიქრე. ხო კარგად მოვიფიქრე, მიხვდება რა ეს? კი, კარგი აზრია. მიდი მანამდე სამზარეულო დაავალ. ვერ დავალაგებ. დაღლილი ვარ ახლა მოვედი სამსახურით. სადახარ პაპა ამდენი ხარ სად რატომ ანერვიულებ? კარგი რა, რატომ ანერვიულებ? ან დარეკე ან როგორ დარეკავს ტელეფონი აქ დატოვა ვინმე? პატა არ ხარ სახში? კარგი, წავიდეთ მაშინ მე ამ აპარატურას და გავაკეთებ ჩემთან და ამოვიცნო. მობილური იყო სადღაც მგონი სადღაც ალო
პატრულია? გენაცვალე ვიღაცა შემოვიდა ბინაში, ქურდი. მალე მოდით რა, დიახ. როგორც იქნა, რა ოპერატიულად მუშაობთ, რა კარგია. ბინის პატრონი თემზადებით? არა, მე ოთახირავ, ბინის პატრონი გასულია. მართალია, პატრონი გასულია. ესე იგი იცით რომ გასულია. ტიპიური ძარცვა. ვერ მოგართვი, ქურდო. ამხელა კაცი ხარ და რას კადრულობ? ერთ ქურდი კი არა, პროფესორი. მით უმეტეს პროფესორი კაცი ხარ და რას კადრულობ? თუ ქურდი არა ხარ. აქ რა გინდა? აქ ამოვედი ეს ნივთები უნდა წამეყო რა. დაგებო. მე გაგეკეთებინა და დაგებრუნებინა რა. დიახ. ვეუბნება ბიჭი. იცით თქვენ ჩვენთან გაყოფილებაში წამოხვალ, იქ წყლის მადუღარა გვაქვს გაგუჭებული და იქნებ გამირემონტოთ. აგრეთ ხურო. იქნებ მალე წაიყვანოთ, პატრული უნდა მოვიდეს და. პატრონი უნდა მოვიდეს, ცოტა ისეთი ბუზგუნა ბიჭი არ უყვარს არეულობა, ხმაური. თავს გვიშლის გამოძიებაში. თქვენ კი გამოყევით. აუცილებელია რომ წამოხვა ეს ძალიან. მაშინ ეს ნივთები მაინც ჩამატაინებს. ისევ ხუროს. გონი ფიზელი არ უნდა იყოს, იცი? ფიზელი როგორ იქნება ბატონო, აი ფიზელი გააკეთებ და მას. ხელს გვიშლით ხო? ხო გაგაფრთხილეთ. ნასვამი ხარ? არა ბატონო, არ სვამე საერთოდ, აქ შემოდიოხ ხოლმე საბანაოდ, ადრე მეზობელთან? ხო, მე ამათ მეზობელიო. შოვალ გადავამოწმე. ის უკაცრავად. დიახ. იმ მეზობელთან რატომ აღარ ვანაოთ? იქ ყვავილს ვრდი, აივანზე, ბალანსი რო დავიცვი. იცით რა არის ბატონო, მე ახალგაზრდა კაცი ვარ, სული საერთოდ არ მყავს. გოგონას ველოდებოდი, წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო. ამ დროს ესეთი ამბავი მოხდა. ხელს გვიშლით. მითხარით მე. მოკლედ მეზობელს ვკითხე, ფრიდონ შვანგირაძეს და საერთოდ არ ვიცნობს. ფრიდონს. საღიო ფრიდონ შვანგირაძეს? აუ, ეგ ოყოჩებში პედიატრს თამაშობ? ეგეთი არაფერი არ არის. მე ხედავთ, როგორ არ გსხვენია, ამხელა დამსახურებული კაცის კორპუსში ცხოვრობ და რას კადრულობ რა. როგორ არ გსხვენია, დროზე წაიყვანეთ, აქედან ამის დანახვაც არ გავაკეთე. სერგო, როგორც ჩანს, ნარკოლოგიურში უნდა გადავიყვანო. ამბობს მეზობლებთან დავდივართ წლის გადასავლებათა, თან რაღაც ყვავილს ახსენებს. დამოყევით. წავიდეთ. კარგად გამოდეთ. ნახონდის. უასწრაოდა. ერთი ზარის უფლება ხომ აქვს? ვისარგებლო. გამარჯობა ბატონო პარმენ. რა? სხვაგან მოხდა. კონკრეტარი ფიზელი არ არის თქო რა. თა საერთოდ რო არ ნერვიულობს. დავდე. კარგად. ერთ წყალი დამალევინე რა. პროფესორს პირის გაუშრა. არა ეს ნერვიულობ და წყალი იმიტომ მინდა, პირი იმიტომ გამი. ნუ ნერვიულობ, გენაცვალე, ესენი მოგხედავენ, კარგად მიგიყვანენ, კომფორტულად. არაფერზე არ იმენ, ეხლაც მეგიშვით ხე, ეს კაცო. გამიშვით არ ვარ დამნაშავე, გეუბნები გამიშვით, კაცო, ყელი გამიშვით, აღარ შემიძლია, კაცო. გამიშვით რა ყელი რა, წყალი მომიტანეთ, ხალხი არ ხართ, რა გჭირთ ვერ გავიგე. თქვენ გონიათ მე უპატრონო ვარ, არა, ისეთი ხალხი მყავს, აი რომ მომაკითხავენ, მე ნახავ თქვენ, რომ მომაკითხავენ და წამიყვანენ აქედან. აი მე ნახავთ ვისაც ვიცნობ. ვე, ბატონო პროფესორო, მომაკითხეთ უკვე კაცო. ხო გითხარი, მომაკითხავენ მეთქი და ეს რა და მეც გამიჭირეს ხო ბატონო პროფესორო და გაგვიშვით
გაგიშვით ხალხი ერთხელ გაგიშვით. რა ხდება ლედა ბატონო პროფესორი? მოდი ვიწუწუნოთ იქნება ლაშაც მოიყვანო კაცო. შენ რაღაცე დაგიჭირეს ბატონო პროფესორო, ჰა? ისე დაფიქრდი როგორ არ ხდება ერთმანეთს დაგიჭირეს და პროფესორო, მაგრამ რა ხსიდა ბაბა? თუ ყველა დამიჭირეს პატა. მართლა ხო. ვინის გახურდოთ? შენ? ეს ყველა დამიჭირეს ბატონო პროფესორო. მინა ჩავსვიე, მინა. ვიტრინე ჩავსვიე ისე და მოვიდნენ და ეს სხვა პატრული მოვიდნენ დამიჭირეს. აი ესე ყველა დამიჭირეს. ესე შენ არ დაუჭერებ ხოლმე. შენს პატრულის მანქანით მოგიყვანეს? ხო, ბატონო პროფესორო, რა მაგარი ყოფილა შიგნით ახლა? კომპიუტერიცა, კომპიესი, იარაღები. კი. მაგარია. ხო, ბატონო პროფესორო, ხო. კარგი, დავანებო თავი ხარ მანქანას და რაღაცებს. რა ვიგ ვიღაც ხულდავდიო, საფს ხულდავდიო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამიხსნეს, შენი ბინის ძარცვაში იმედება ბრალი. არა. გაუგებრობა მოხდა. გახსოვს შენ რომ თხოვე გუშინ სამოდიო მაგნიტოფონი გამეფუშა ფაილები და კი. ამოვედი ვაგროვებდი ერთ ადგილზე და არ ვიცოდი ბინა გაგიქირავებია თურმე რა და ის ბიჭი რო არ შენ თავროცხოვს ხო იცნობ რა ქვია. რატი როგორ არ ვიცნობ ბატონო პროფესორო? ხო და მაგრამ რატის გონები რომ ქურდი რა. და გამოუძახებია პატრულისთვის. თუ დაგიჭირეს მაგაზე ბატონო პროფესორო? როგორ მეწოდები ბატონო პროფესორო, როგორ მეწოდები ახლა ხა? მე ალფა უფრო მეწოდები. ალფა რატო? ისიც დაიჭირეს? არა. შენთან ამოვიდო, ავტო ჩემთან დავტოვე, სანამ ჩამოვამეთქი ლობიოს ამოურიემეთქი რა. აი. ბატონო პროფესორო, ჰაიმე, აი ახლა მივხვდი რაშიც არის საქმე ბატონო პროფესორო. რატი მაიწერა თქვენ ვისაც ლაპარაკობდი, ჩემთან რო ხოროს, კი, იმან დააჭერნა ჩვენი თავი, ალბათ. და გეტყვით რატო ახლა? ჩემი თავი იმიტომ დააჭერინა, რომ ჩემი სახლი ჩაიგდოს ხელში. თქვენი თავი იმიტომ დააჭერნა, რომ ჩემთან აღარ შემოხვიდე ჩხაპის მისაღებად. და ბაბუა რო ჩამოვა, ახლა ალბათ მივა და ეტყვი ბაბუას რომ გამარჯობა, მე შენი შვილიშვილი ვარ და ჩაიგდეთ ჩემს ბინას ხელში. მაისა და ბაბუას რატო ეგონება რომ ის მართა მის შვილიშვილი? კარგი ბატონო პროფესორო, დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს? ცოტა მათადე რა ნერვიულობა კაცო. ეხ ბატონო პროფესორო, რას თამოთახიანი ბინა გავკარგე, ჰა? ოროთახნახევრიანი. როგორი ნათელი ბინა იყო? მზე არ ხდებოდა წესიერად. შეხვიდოდი გესიამოვნებოდა. ძველი რემონტი იყო. ვა, კიდე? საფურში დახუთული, ზამთარში ცივი, მილები გამოსაცვლელი, ელგაყვანილობა უარგისი. ხალხო, შამპანური მომიტანეთ, რა ბინა დავკარგე და უნაოდეს. არაუშავს, კარგით, არაუშავს. ზის ალბათ ეხლა ჩემთან სახლში რატი და არის შემოსახში შემსაყოზე წამოწოლილი, უჭირავს ხელში ჩემი პერანგები და დასცინის ალბათ რა. უხრატი. ვერთხზა? რა თხზაო ბატონო პროფესორო, აბა მაგის რომ აქ ხარ, რა თხზაო? მე ლექს თხზავდი და დაბოლოება მქონდა მოფიქრები. მართლა? გაგი თაბა დააბოლოვე, თვიდი თაბა. უხრატი. ცხოვრებაში დაგჭირდება ბორის პოსტულატი. ბატონო პროფესორო, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ხა როგორ გავიდეთ ჩვენ აქედან, ჰა? მე ვიცი. აბა, ეხლა არ დაიწყო, ოღონდ დროის მანქანა უნდა გამოვიგონოთ, რომ აქედან გავიპარო და რაღაცეები მე გავახციო და რაღაცა. არა, რა დროის მანქანა. აბა, ადვოკატი ავიყვანო და ის დაგვიხმარა. კარგი, ბატონო პროფესორო, მაგნიტ რომ აქ ეხლა ჩვენ რა ადვოკატი ბატონო პროფესორო, რა მოგივიდა 1 წუთი დამაცადე რა. დამაცადე 1 წუთი. ბატონო. უყურე ხა ბატონო პროფესორო. მოდი ეხლა შენი ძიახით თავი მოიმკვდარო და მithom თუნდაც ხარ გაიგეო მოგვახსენო ყურადღება, მიდი. ვაი. ვიხო წნევა მაქვს მაღალი და ცუდად ავარ. ადექი მანწველი ბატონო პროფესორო, მე ადექი.
არა რა სინქრონულ ცურვაში ბადალი არ აყავს პოლონეთს რა დედა მოდივარო რა? მოდი ახლა, მოდი დაჯექი ახლა. ესე იგი, ელენე რომ მოვა, ვიქცევით ასე. მე დავიწყებ და შენ ამყვები როცა საჭიროა, გასაგებია? ხო. მე ვეთქვი რომ არც კი ველოდებოდი, ისე დამირეკეს სამსახურის თაობაზე და კლინიკაში. კლინიკაში შემომთავაზეს სამსახური, ხელფასი მექნება 1500 ლარი. თავიდან. ხო, თავიდან 1500 ლარი. ხო, მიხვდება? არა მგონია, მაგრამ რო იცოდე ყოველ შემთხვევაში ცოცხი არ იმას. მე შენ ვერაფერს უი ელენე მოდი და ელენე ლაშა არ დაგილაგებია არა ელენე მე შენთვის მაგ არაჩვეულებრივი ამბავი ვიცი ლაშა საჭმელი გაამზადე სარეცხი დარეცხე და ახლა იწყებს სახლის ლაგებას არა ელენე არა სამსახური ვიშოვე მაწყვევ Transcript როგორც კი წახვედი ელენე იმ წუთას მე დამირეკეს მე არც კი ველოდებოდი შემომთავაზეს სამსახური კი არ მჯერა თუს კი არ მჯერა ჩემი თუ ჯერ აგერ ნიკას კითხე ნიკა კიდე მე გაკვეთილები მიმეცადინე ლაშაბიძიას ჩავაბარე მითხრა ყოჩაღო უი რა კარგად გისწავლიო და ზუსტად მაშინ დაურეკეს კი მაშინ დამირეკეს და რა სამსახურია ისევ კლინიკა უცხოელებთან კერძოდ იტალიელებთან ელენე კი არაჩვეულებრივი პირობები არაჩვეულებრივი გადასწარები რა ხელფასი 1500 ლარი თავიდან 1500 ლარი ნუ როგორ გითხრა რა გარემონტებული კაბინეტი არაჩვეულებრივი ესე სულიად ახალი ტექნოლოგიები არაჩვეულებრივი ხედი იყავი მისული არა ელენე მაგრამ შენ იტალიელების კუდაბზიკობის ამბავი არ იცი იმან კარგი ხედი თუ არა კი ამუშავებს შენ იტალიელმა დაგირეკა? კარგი რა ელენე რა დაგემართა შენ იტალიელს მე რანაირად დაველაპარაკებოდი მე დამირეკა ქართველმა წარმომადგენელმა იტალიელების და უფროსი ვინ არის? უფროსი კი უფროსი არის იქ უფროსი ვინმე იტალიელი ფეხბურთელი დედა ვერ ერკვევა ფეხბურთში ლაშა რაო რა მითხარი ვინ არისო უფროსიო ფრანჩესკო ტოტი ეგ ფეხბურთელი არ არის კი ელენე ფეხბურთელი მაგრამ რა არის ელენე ეს გვარი ძალიან გავრცელებულია იტალიაში აი ჩვენთან მაისურაძეები ხო არის გავრცელებული ხო და იტალიაში ყოფილა ტოტები ოჩახლაშა აი არ მეგონა ლაშა დღეს დილას ისე გეზარებოდა დაალაგება რომ ვიფიქრე რა ბოთია ის მაინც მოიფიქროს რომ ვითომ სამსახური იშოვა და სახს დაალაგებს თქო ნიკა მოდი უგენრიელესი სენდვიჩები მოვიტანე ჩემი სამსახურის ბუფეტიდან ბოთე ვარ კი ბოთე თეკლაც მოსულა რაშები დაიღალე დავაგებით და ისვენებ ხო არა მე მაგ არაჩვეულებრივი ამბავი შენ მეც მაგ არაჩვეულებრივი არა ჯერ მე დავიწყე არა ჯერ მე ლაშას მართლაც არაჩვეულებრივი ამბავი აქვს ლაშა დაიწყე სამსახური ვიშოვე 1500 ლარი თავიდან გიოცა ლაშა მეც რაღაც ეგეთი ამბავი მქონდა სამსახური გიშოვე ჩვენთან სამსახურში რაღაც პატარა ვაკანსია იყო და ჩემს უფროს დაველაპარაკე და არა ისეთი კი არაფერი 1000 ლარი გექნებოდა მეტი კი არა 1000 ლარი არაჩვეულებრივი ვარიანტი ელენე აი არაჩვეულებრივი ვარიანტია მე თანახმოვარ თეკლ კარგი ლაშა რას მაიმუნობ ნუ სტომატოლოგიური კლინიკა უფრო კარგია თანაც შენ თქვი რომ უფრო პერსპექტიულიაო თანაც ხელფასი 1500 ლარი თავიდან კი ელენე მართალი ხარ თავიდან 1500 ლარიო მაგრამ მე დაგაკლებდო
ისეთი აღელვებული ეს კი რაც მოვედი სულ ხუმრო. კარგი ალაშა გილოძა ნუ კლინიკა რა თქმა უნდა უკეთესია. ისე როგორ მეგონა რომ ვერ იშოვიდი სამსახურს. რა ტყივა დავყარე ჩემს ოთახში ის ქაღალდები. რა? დავაძო მე ავალაგებ. ელენე. შეხედე როგორ ეწყინა თეკლას. რომ უარს ვეუბნები რა. არა მე იცი რა ელენე მე ვერ ვაწყენებ ჩემს თეკლას. უარს ვეწყი ფრანჩესკოს. რას ამბობ ლაშა? ნახე როგორ გაუხარდა თეკლას. კი ბატონო, შეიძლება გაუხარდა, მაგრამ ეხლა ელენე მომისმინე, ის უფრო არ გაუხარდება თეკლას მასთან ერთად რო ვიქნები სამსახურში. თან ეხლა შენ ძალიან კარგად იცი ელენე, რომ როგორ მიყვარს მე თეკლას დასავით მიყვარდა. მიხედავ კაცო გოგოს იქვე ვიქნები, რაღაცა იქნება, ვინმე მამე აღარ ამოწყდა და რაღაცა არ ხდება. ეგ არ გამორიცხავს. ლაშა ხანდახან მართლა ძალიან სასაცილო რაღაცებს იწვევს. ხანდახან იცია, ორივე გამოიმუშაო. აი! რა განათლებული თაობა ხოდის რა განათლებული თაობა როგორ ახსნილი გონება რა მართალია ეს მოშ მართალია ორ შაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვიმუშავებ თეკლასთან შაბათ-კვირას ფრანჩესკოსთან ლაშა რას ამბობ მარტო შაბათ-კვირას როგორ მიხვალ ელენე მე ისეთი სამსახური მაქვს იქ შაბათ-კვირასაც რო არ მივიდე ხმას არავინ დავწევს არ ლაშა გეყოფა ეს სულელური ლაპარაკი ივახშმა არა არ მინდა ისეთი გახარებული ვარ მე ისეთი გახარებული რომ ბუკმა არ გადამდის ყელში იყავით მე გავახებ აბა როგორ ახავ გენაცალე რა ხდება ახალი კარგი უი ეს ალბათ ელენია გამარჯობა ელენე გენაცალე რა კარგად მოწყობილთან დათხოვიათ ელენე ჩემო საყვარელო ერთი რამე დაიმახსოვრე ჩემგან და არასოდეს არ დაგავიწყდეს სკილოს ხორთუმი გენაცალე ყოველთვის ხანჯრისკენ უნდა კონდეს მიშვერილი რომ ბარაკა შემოისრუტოს ეს იცო რა შეიძლება როგორ ახავ ხანგულყიყლი ხორ ჭამდა როგორ ვიქნები ჭამეს ფილო ჭამე იქნება დაგადგეს საშელი აბა მოკები ახლა რა ხდება საფრანგეთში სიძვირია გააჩნია სა აი მაგალითად სუვენირების მაღაზიაში არც ისე მე ჩამოგეტანა რაღაცა ჩემთვის შეგენაცალე აი მიხუმრე მომსპარი მაქვს ენა ხო იცი აბა რა ხდება ლაშა როგორ ახარ დავიცი მე რაჭის და სამსახური იშოვა და ცოტა აღელვებულია ახლა სამსახური თუ იშოვა სამსახური იშოვა სათიშოვე ბიჭო სამსახური სათიშოვე სამსახური არ მიშოვნია არ მიშოვნია შემომეშოვნია შედი იმეცადი. ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ამას თუ გამიკეთებდი, ნუ მიყურებ თალებში, როგორ მიყურებ? არ ვიცი, ამას თუ გამიკეთებდი, ვერაფერს არ წარმოვიდგენი. კარგი თქვენი მეც რომ ნახე დროებითი სამსახური და არ გითხარი შე. რა? კარგი თქვენი. კეთდა რაც გამიკეთე, როგორ მაკადე, ერთადერთ მეგობარს, როგორ უნდა შემომხედო თალებში, როგორ მეწყვილო, ვალი დამიბრუნებლა, ალბათ ერთ მეწყვილ ვერაფერს. მოდარ გამარჯობა, როგორ ხარ? რო შენი მტერი და დამაწყევარი, გენაცვალე მე რო ვარ ეხა, როგორ უნდა ვიყო? ერთადერთი მეგობარი რო ამას გაგიკეთებს, დაგღუპავს და დაგაქცევს, თვითონ სამსახურში შოვის აიწყობს ცხოვრებას პირველი მეორე და შენ და გუბავს და დაგაქცევს, აგიხსნი მეთქი ყველა. შენი აქცნილი და ნოდარ, იცი რა, ჩემთან სამსახურში ვაკანსიაა და თუ კიდე ჩემს უფროს არ დავაყარა. ღმერთო, ხარ, აი ადამიანები თითოეულა მაინც არსებობდნენ ქვეყანაზე და კაცობრიობის ისტორიაში რა გავაკეთო მიმსახურე როგორ გადაგიხედო სიკეთე და პატივისცემა კარგი ნოდა რა გადაგა რაც ქვია კარგი ნოდარ მგელაძე კუბოს ფიცრამდე არ დაგივიწყებს ამ პატივისცემას შენ გენაცალე ძველი დუდრო თუ მობრუნდა წამოვალ შენ კარზე და მოურავად ვიმუშავე და თუ არა და რაც გინდა სულო გულო მთხოვე მიმსახურე საცერით უნდა ბატონო ჩვენ კორცილში წყალი მისმინე ახლა როდის მოვიდე რომელ საათზე მოვიდე სად იქნება დაწესებულება ხელფასობის ფუნქციები ნოდარ მე წავალ დავრეკავ გავარკვევ და გელოდები აქ კარგი არ მითარგავს ხმართა მენახო ხარ ნო ვიცოლა მომძალი ხო გამარჯობა
ლაშა, შენთვის ისეთი ამბავი მაქვს, თენ ცხოვრება ჩემი მადლიერი იქნები. ვითო? დედა, რამდენჯერ უნდა გითხრა ელენა, რომ ამის ხოთო უნდა იყოს ფაჯერაში შეისრუტოს ბარაკა. იყო უკვე შეისრუტა ბარაკა და ახლა აქეთ ვიშვებს, აქ. ძენი ქალია ეთყობა ბძენთაბძენ. იცი. ასვამობდი. ლაშა, მოდი, ლაშა დაჯექია. მოდი ვარ. ლაშა, შენ ხო იცნობ ჩემი ინზარის მეგობარ კუკურის. კუკურის როგორ არის? ხო და კუკურის ბიჭი მუშაობს სადღაც ოფისში, რომელსაც შემოაქვს სამედიცინო აპარატური. მოვიდა ეს ბიჭი და თქვა რომ ვიღაცა გაუშვეს და ვაკანსიაო. რა? აბა? პირდაპირ შენთან გამოვიქეცი. სტურუები არ დამიხდნენ სახში და შენ გამახსენდი მაშინ ველაშა. ძალიან დიდი მადლობა, ნუნუ ბიჭოლა, ძალიან დიდი მადლობა, ნუნუ ბიჭოლა. აბა? ალბათად ნუნუ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახალი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. ლაშას დღეს დაურეკეს. კარგი რა. მე ზერ მითხარი თავის დროზე ამ ხელა რომ გამომაგწუნეთ აქ. აქი თეთრი ორჯერ ჩამიყვება ლიფტმა. რაზარალი გინახია საბატონო რაზარალი კი არ გისმენდით მაგრამ შემთხვევით მომესმენინა რომ რაღაცა სამსახური გამოჩნდა ვაკანსიაო ნუ და მომისმენე შენ ხო გაგეხლა რაღაცა ვარიანტი და დააცადე ადამიანს მე ლაპარაკება პატივი უნდა მწეს რომ მე თუ მაგ შენს გაკდა მე მყავს ნათესავი ერთი ვასიკო რომელიც უმუშევარია და მისთვის მინდა სამსახური ბატონო ვინ არის ეს ვასიკო არ ვიცნობ მე აი ეგეთი ხარ შენ რომ ჩემი სისხლი ხორცი გარებიცაშვილი ვასიკო მგელაძე არ იცი შენ ვინ არის აი მგელაძე ხო თეთა ვისი შვილია სევერიან მგელაძის აიყო რას ლაპარაკო? ჩემი ვებზარის დეიდის ქმარის მგელაძე. შეგათხე რომ მგელაძე გერია სისხლი. მგელაძეები შენ გენაცალება. მე მგელაძე ვარ, ნოდარ მგელაძე, რო ის დაიმა. მეუბნები დედა. ნოდარ მომისმენია რაღაცა საუბრობით მე და ნუ ბიჭოლა და იქნება რაღაცნაირად დაანე. ბატონო. მგელაძეები და დახვეწილი ინტელიგენტი ხალხი. ლაშა, ჩემი მზერმი და შენთან მოვიყვანო კლინიკაში და ალბათ ნახევარფარში უმკურნალებ ხო რაც არ უნდა იყოს შენი მეგობრის ნათესავს ვაწყობ სამსახურში იზავს ხაბარაში ისეთი ოქროსავით ბიჭი ხარ იმ ნახევარსაც ხო დაგვაცდი სადღაც დედაიზები აქ არა სასაკადრისია კაცაბარასთან გელაძები პატარაგვარია მაგრამ ერნი ვარ ვისი არის საჯიში საქართველები და გელაძე ლაშა რა უცნაური დღეა რა დღეს ყველა მიშოვა სამსახური ყველა ავიდნე ნუ ნერვიულობ ვიზია შენ მე მაინც დავაყენებ მაგუძარა შვიდზე რა მინდა არ დაგაგვიანდეს ფრანჩესკოსთან სიცოცხლისთვის თავგაწირავს პოლიცია დღე და ღამე უნდა ვიყოთ ფორმაში რა? რაზმერით ხარ? ვიცი ბატონო პროფესორო რომ ეს სიმღერა არ უხდება ამ სიტუაციას მაგრამ რაც უხდება საკანსიცინე აკრძალეს გენაცვალია მაგრამ რა უხდება ეგ რა სიმღერაა? ეს არის პატრონის ჰიმნი იქნება გული მოულბო და გაგვიშვან გაიგე გამოდით თავისუფლებით ოი ჩემს სიმღერას დაგაწყობა თა? არა ამაზე გაირკვა რომ გაუგებრობა იყო თქვენზეც იზრუნეს უკვე მართლა და ვინ? ბოდიშით ბიჭო რა ძალიან დიდი ბოდიშით და რაღაც გაუგებრობა მოხდა მე არაფერ შორში არა ვარ ხრატი შენ რა გითხარი რა უფ კიდე ვიფიქრე რომ ისა ბატონო პროფესორო გაიცანით ეს რატია ვინ შენი თავი დააჭერინა ხო და ვინ და ვინც გამოგიყვანა კარგი ხო კარგი ხო ის აქვს ნატურა სიმციმები და არ შეწუხდეთ გავაკეთე უკვე